საღამო მშვიდობისა პატრიციამულო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია TV12-ის საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა ჟურნალისტის წრიურები. ტრადიციულად ჩემს სტუმართან ერთად დღეს შევეცდებით კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ გაჩენილ კითხვების გავცეთ პასუხი და ამ კითხვებზე პასუხებს მოვისმენთ ჩვენი კოლეგისაგან, პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილისაგან. საღამო მშვიდობისა ბატონო დავით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ კვლავ და კვლავ ჩვენთან ერთად. მე ვფიქრობ, კვლავაც საინტერესო დიალოგი გამოგვივა. უბრალოდ მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ ახალი მისამართი მოვუწყებლობთ. ჩვენი მისამართია ბათუმი, იმედაშვილის 8 სააქციო საზოგადოება გურმანის შენობიდან. და უცვლელია კვლავ ჩვენი ტელეფონი 0706 706 012 შეგიძლიათ დაგვირეკოთ, გამოხატოთ თქვენი აზრი და დაგვეხმაროთ ჩვენი ყოველი მომდევნო გადაცემის დაგეგმვაში. ახლა კი კვირის მთავარი თემა ეს გახლდათ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის ფორუმი მეზობელ სომხეთის რესპუბლიკაში, კერძოდ ქალაქ ერევანში, რითაც მინდა გავხსნა ჩვენი საუბარი ბატონო დათო. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ფორუმი საქართველოსთვის და მე ვკითხავთ კობახიძის ჩასვლაზე, ზელენსკისთან შეხვედრაზე და ასე შემდეგ, რა მოვლენები განვითარდა იქნებ თქვენი თვალსაზრისი ამასთან დაკავშირებით მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს. ლამაზი ეფექტური კარტინკა გამოვიდა საფრანგეთის სურათი. კი, სურათი გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტს. მე მიზნებიდან გამომდინარე ესა თუ ის ფლანგი საქართველოში აფასებს თავისებურად, ასე ვთქვათ, სახელმწიფო მედია დიდწილად აფასებს როგორც მეგობარი გარღვევა დიპლომატიურ ფრონტზე, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლაციაში. მეორე ფლანგი ოპოზიცია აფასებს ამას ისე რომ თბილისს ჩამოერთვა ერთგვარი კავკასიის დედაქალაქის სტატუსი და ეს ერევანს მიენიჭა, რაც რბილად რომ თქვა შორსაო ეს ორივე შეფასება სინამდვილისგან, რადგან მე ვფიქრობ რომ ამ ფორუმს ჰქონდა უფრო შიდა სომხური მოხმარების დანიშნულება, ასევე სჭირდებოდა რეიტინგების ფსკერზე მყოფ მაკრონს საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასმისთვის. მას ხშირად ახასიათეს ესეთი ნაპოლეონისებური ისინი რა ქვია განცხადებები და გეგმები, მაგრამ როცა რეალიზაციამდე მიდის ეს ყველაფერი, ხშირად ის რბილად რომ თქვა სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. ეს თუნდაც საბრანგეთის პოლიტიკაზე ჩანს აფრიკაში, ისრაელთან მიმართებაში, შეერთებულ შტატებთან მიმართებაში და კიდევ შეიძლება დაახასიათო ეს ღონისძიება, როგორც ერთგვარი მცდელობა, რაღაც ტრიგერი გამოიყენონ იმ უახლოეს დღეებში მოსალოდნელ დიდ გარიგებას შეერთებულ შტატებსა, ჩინეთს და რუსეთს შორის, რომელიც მაგალითად მე მგონი 15-ში ჩადის თუ 14-ში ტრამპი ჩინეთში და ბევრ რამეზე გაეცემა სხვა ტიპის პასუხები და აი ეს მცდელობა ძველი ელიტის რაღაცნაირად არეულობა შემოიტანონ სამხრეთ კავკასიაში, მე მგონი დარჩება რაღაც ისეთ პროექტად, რომელიც ვერ განხორციელდება. აი მაკრონის განცხადებაზე მინდა მე გავამახვილო ყურადღება. სომხეთი თავისთავად ის არაფერი არ არის საქართველოს გარეშე და აზერბაიჯანის გარეშე რა თქმა უნდა და შეგახსენეთ რომ აზერბაიჯანის ლიდერი არ ჩავიდა და ჩართვა ჰქონდა, დაითანხმეს ვიდეო ჩართვასა და ძალიან
ლამის რაღაც ისეთი ძალიან აგრესიული და უშვერი სიტყვებით ლამის მიმართა ევროპელი ლიდერების მიმართ ევროპელი ლიდერებიც წარმოდგენილი იყო არასრულად, არამედ იქ მაკრონი იყო მთავარი ფიგურა, მერცი გერმანიის კანცლერი არ მონაწილეობდა შეხვედრაში და ბენილუქსის ქვეყნები რა არის და პრიბალტიკის ქვეყნები რა არის და საფრანგეთის თუ მაგის იმედად არიან და მიდიან ისტორიის სulis წინააღმდეგ ეს დაჯგუფება რა ქვია ლიდერით მაკრონის ლიდერობით ეს ალბათ ჩიხში მოექცევიან და არ მგონია დიდი პერსპექტიული იყოს და თურქეთმაც არ მიიღო მაკრონი ერდოგანმა უარი უთხრა საინტერესო მომენტი მოხდა მაგამ მაკრონს უყვარს საერთოდ ესეთი ეფექტური გითხარით ეფექტური ჟესტები და უნდოდა რომ გადასულიყო სომხეთიდან თურქეთში გამახსენე ხო და იქ ვარი ეთქვა ერდოგანის მხრიდან მაკრონის ამ ცდელობაზე ასე რომ დაბრუნდა ამ ისტორიული ჟესტის გარეშე ну საერთოდ საფრანგეთს და სომხეთს ახასიათებს ესეთი მეგობრული იმიტომ ურთიერთობები და შეგახსენებ რომ ძალიან ძლიერი დიასპორაა თვითონ საფრანგეთში სომხური დიასპორაა და ეთყობა მაკრონს ამ არჩევნები ახლა ზაფხულში მომდგარი კიდევ ამბობ რეიტინგების სკელზე იმყოფება პარლამენტი მისი არაა და სოციალისტებს ანარქისტ სოციალისტებს აქვს პირველი ადგილზე გასულები არიან მეორეზე მარი ლეპენის ხალხია და ფაქტიურად ინგლისის დედოფლის იმაშია სტატუსით იმყოფება უკვე მაკრონი და ეს ალბათ სომხური დიასპორის მხარდასაჭერად ჭირდებოდა ეს ისა რა ქვია მაგრამ იმაზე შორს არ წავიდა მაგრამ ჰოლანდი იყო მისი წინამორბედი საერთოდ სომხეთს და საფრანგეთს ერთი დედის შვილებად მოიხსენიებდა და ეს მთლად მასე არ წასულა მაგრამ რეალობა სხვა არის კი ბატონო ძალიან ეფექტური იყო პაშინიანისთვის რომელსაც შევახსენებ მაყურებელს რომ პატრიარქი სომხეთის პატრიარქი ფაქტობრივად შინა პატიმრობაში იმყოფება იმის ხელში ეს არის ომი წაგებული აქვს პაშინიანს და 7 ივნისს მომდგარი აქვს მაგასაც არჩევნები და ესეც სჭირდებოდა შიდა ელექტორატისთვის უფრო რომ ეჩვენებიან რომ ევროპის მხარდაჭერა მაგრამ ევროპა რა არის ამერიკის ფულის და იარაღის გარეშე გერმანული წარმოების გარეშე და აზერბაიჯანული რა ვიცი და რუსული ენერგომატარებლების გარეშე დაფიქრდეს თავად რისთვის იყო და როგორ იყო ეს აი ევროპასთან დაკავშირებით მაკრონის სიტყვები მინდა მე გავიხსენო ციტირებ პირდაპირ არჩევანი რომელსაც სომხეთი აკეთებს ყველა მეზობელს დაავალდებულებს დააზუსტონ თავიანთი პოზიცია არიან თუ არა ისინი ევროპელებთან ერთად ამ პროცესში ჩვენ სომხეთი გეოპოლიტიკური ევროპის გულად ვაქციეთ მართლა იქცა გეოპოლიტიკური ევროპის გულად სომხეთი სადღეგრძელო არის კიდევ ამბობ სომხურ დიასპორაზე მიმართული და პაშინიანის ამომრჩევლის მობილიზაციისთვის და რას მატებს ეს მაკრონის რეიტინგს მაკრონის რეიტინგი მაკრონი ახლა შემოიჭრა თავის დროზე პოლიტიკაში 22 წელს მგონი ხო თუ არ მეშლება როგორც ალტერნატივა ამ ბრიუსელის ბიუროკრატიის წარმომადგენლად და დაუპირისპირეს მარი ლეპენს ხო რომელიც როგორც ცუდი სიზმარი უკვე მერამდენე წელია აშინებს ამ ბრიუსელის ბიუროკრატიას ესეთი ნაპოლეონისებური გეგმები ქონდა მაგრამ სინამდვილე სუსვა იყო მაგის დროს იფეთქა ეგრეთ წოდებულმა ყვითელი ჟილეტების მოძრაობამ საფრანგეთში კიდევ მოუგვარებელია
საემიგრაციო პოლიტიკა, რასაც პირდებოდა, რის მოგვარებას და ლეპენს რის გამოც აძლევდნენ ხმას ფრანგები. რეცესია სულ უფრო ღმავდება საფრანგეთში. ეს თქვათ, ასე ვთქვათ, ეს მემარცხენე ლიბერალური ინტერნაციონალი, რომლის ფლაგმანი საფრანგეთია, სულ უფრო კარგავს პოზიციებს, ტრამპის შემოჭრამ პოლიტიკაში საერთოდ სხვა მოლოდინები და ეს მოლოდინები გაუჩინა იქაურ ტრადიციულ კონსერვატორულ ნაწილს ევროპელების. არ ვიცი, დიდი ცვლილებების წინაშე დგას ევროპა და ეს ასე ვთქვათ ეპოტინება ამ ხაოსს, ეს ძველი ელიტა და ცდილობს უკვე სამხრეთ კავკასიაში რაღაც დასაყრდენები იშოვოს თავისი უშუალო პროექტების მეშვეობით და ეს პროექტი არის პაშინიანის პროექტი, აგერ სალომეს რეაქცია იყო კიდო კი მოგვიანებით გავაჟღერე ძალიან ისეთი გულზე მოხდებოდა ბევრს გაშიფრას მათი აგენტურის მიდიოდა მაგ მესეჯ ბოქსების მეშვეობით ხო და მაგრამ გითხრათ პირის ბრძოლა სამხრეთ კავკასიისთვის ყველანაირად ამუშავებენ ამ თავის ინსტრუმენტებს თავის აგენტურას და რა ვიცი მიზანი რა ალბათ ტრიგერად გამოყენებას ჩვენი ქვეყნის საბოლოო ჯამში და ჩვენ ქვეყანაზეც გადის ეს კავშირები ახალი გლობალური წესრიგის წინააღმდეგ რომელიც ყალიბდება ნელ-ნელა პრაქტიკულად უპირატესობის მორგებას ამ ფორუმზე პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ხელმძღვანელი პირველი პირი შეეცადა. ამ შემთხვევაში საქართველოს დელეგაციის მდგომარეობა მაინტერესებს და კობახიძის პოზიცია ამასთან დაკავშირებით და ზელენსკის თემა რო შემოვიტანოთ ახლა ჩვენ საუბარში. რამდენად განვითარდა მოვლენები ისე, როგორც თქვათ, ჭირდებოდა საქართველოს და მის ხელისუფლებას. ახლა წმინდა ახლა შეხვედრა იყო რაღაც დიპლომატიური ეტიკეტით შემოიფარგლენ, როგორც ჩანს. მე მაგალითად საერთოდ არ წავიდოდი მასეთ შეხვედრაზე, იმიტომ თავშივე გასაგები იყო თურისთვის კეთდებოდა ეს შეხვედრა. შეიძლება ვერ გაბედეს, მაგრამ აშკარად იქნებოდა ცდელობა დაკნინების ჩვენი ხელისუფლებასა, იქ ისეთი ხალხი იყო და ისეთი წრეები იყო შეკრეფილი, რომ ეს ცდელობა და ისევ მოხდებოდა და ეს ჩვენი შიდა არეულობის პროვოცირებისთვის იქნებოდა გამოყენებული, რომ ცრუ მოლოდინები და ძველი წესრიგის სტაბილურობის, ასე ვთქვათ, ილუზია გაემყარებიათ ეგრეთ წოდებულ ნაციონალებში და მათთან აფილირებულ ძალებში, ასევე ეჭვები შეეტანათ თავად ოცნების რიგებში და უშუალოდ ივანიშვილის ეთყობა უშუალოდ ივანიშვილის რა ქვია გამოისობით აი ამ ჯერ კიდევ ვამბობ, რომ არ ჩამოყალიბებული ახალი კურსი, მაგრამ მიდის ახალი კურსის კრისტალიზაცია, ახალი იდეის ჩამოყალიბება, აი ამ იდეის ჩამოყალიბების შეშლისთვის გამოიყენებდნენ ამ იმას, რა ქვია, და ყველანაირად უკვე თავად ოცნებაში უამრავი ჩანერგილი კადრის მეშვეობით, რომელიც ამ ხალხოსნურად რო ვთქვათ, უფრო ნაცნობი რო იყოს მაყურებელს ლიბერასტული იდეოლოგიის ეგრეთ წოდებული მძინარე აგენტურის მეშვეობით, შიგნიდან აეფეთქებიანთ ეს და ეს სვლა და ამავე დროს რაღაცნაირად გაეძლიერებინათ ეს ნაციონალური მოძრაობის გეზი იდეა. თქვენ ხართ პუბლიცისტი.
და მრავალი სტატიის და მრავალი ნაშრომის ავტორი და მრავალი ინტერვიუს რესპონდენტიც და ავტორიც. რას დაარქმევდით ამ სამიც? ამავების ბაზარი ალბათ. ან ზუსტად აღარ მახსოვს. ხომ არ მოერგებოდა ასეთ სათავე, უცებ ამოტივდივდა ახლა იდეაში. წაიკითხეს და ადგინეს, კრება დარჩა მხიარული. კი, ალბათ, მაგეთ ჩემი საუბრის შინაარსიდანაც მასაც ჩანს, რომ კრება დარჩება მხიარული. იმიტომ ვისაც სამხრეთ კავკასიაში სიტყვა ეთქმის და იტყვის, ისინი არ მონაწილეობდნენ ამ იმაში, რა ქვია. და ეს არის ერდოღანი, ეს არის ალიევი, ეს არის პუტინი, ეს არის სი ძინპინი და უშუალოდ ივანიშვილი. მოხარული ვართ, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვესწრებით ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიც, პირად მე მეხუთედ მონაწილეობ ამ ფორმატში, მრგვალი მაგდის ფორმატში მექნება საშუალება მიმართო ევროპელ ლიდერებს, რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას, მოკლედ საინტერესო ღონისძიება და აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. კავშირებადობაზე უნდა ისაუბროთ და რამდენად მნიშვნელოვანია შექმნილ ვითარებაში, მაგალითად ამ საქართველოს როლი. განსაკუთრებით როდესაც შუა დერეფანზე ვსაუბრობთ და აქ თემა არის ენერგო და უსაფრთხოება. ზოგადად ამიერკავკასიის და განსაკუთრებით საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ 7 ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთთან, ეკონომიკური კუთხით, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია ამას გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით. და მე ზელენსკიზე გკითხეთ, უკრაინაზე გკითხეთ და ისევ თქვენი საუბრიდან გამომდინარე გამახსენდა ახლა რა დღეში არიან საომარი მოქმედებების ქვეშ მყოფი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების ცოლები და ერთი ფაქტი რომ $150,000 ნაღდი ფული რო გადააგდო მოდების ჩვენებაზე ერთ-ერთი ჩინური აუდიტის სამსახური არის ეს მომენტი ზეკორუმპირებული ქვეყანა ომის პირობებში ალბათ ძველი დრო იყო, ალბათ ახლა სხვა წესებია და არ ხრეტენ უბრალოდ ასეთ ხალხს, თორე ახლა ომის პირობები, ომი რომ მიდის და აი ესეთ რაღაცებს რო კარდულობენ მაღალჩინოსნები და ახსნა ერთი აქ რომ უშუალოდ ზელენსკისგან მიდის ეს ფული და ზელენსკიდან უშუალოდ ნაწილდება იმ ქვეყნებში და იმ ელიტებში, რომელიც აწვდის ამ ფულს, ხო? ტრამპი ამას წინათ პირდაპირ ადებდა, რომ ბაიდენი არის იდიოტი და ქურდი, რომელმაც მიიყვანა ჯერ ერთი ომამდე ეს ქვეყანა უკრაინა და მერე უზარმაზარი ფული, რომელიც გამოსაძიებელია ამერიკელის გადასახადების გადამხდელთა ფული გამქრალია უბრალოდ ამ ომის პირობებში. ანუ ირიცხებოდა უკრაინაში ირიცხებოდა და არ ვიცი რამდენი ირიცხებოდა ატკატების სახით, რამდენი ბრუნდებოდა ბაიდენის ოჯახის შვილს, ძალიან სკანდალური რეპუტაცია აქვს მის შვილს და უშუალოდ ერთ-ერთი კორპორაციის ხელმძღვანელად მეთვალყურად იყო დანიშნული უკრაინაში. მედიჩის საქმე ეგრეთ წოდებული, რომელიც ახლა ისრაელში ზის მილიარდებია მოპარული ერმაკი გადამდგარი აპარატის ხელმძღვანელი თუ ადმინისტრაციის უფროსი რამოდენიმე თვის წინ, მაგრამ დაჭერილი რატომღაც არა, უბრალოდ პენსიაზე, საპატიო პენსიაზე ზის იმაში, რა ქვია, უკრაინაში და ბიზნესითაა დაკავებული, ხო? ეს ყველაფერი დაიდო შორის და ალბათ დაიდო იმიტომ, რომ ყვითელი ბარათი აჩვენეს ზელენსკის იგივე შეერთებულმა შტატებმა, რომ და ითხოვენ არჩევნებს რიგარეში არა, არჩევნებს ითხოვენ და ზელენსკი არ თანხმდება. ნუ საბოლოო ჯამში ალბათ დათანხმდება და ბატონო და თქვენ წეგან საუბარში პრეზიდენტ ყოფილი სალომე ზურაბიშვილი და მისი Facebook პოსტი ახსენეთ. მე მინდა ეს Facebook პოსტი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ბოლომდე ჩაუკითხო ჩვენს მაყურებელს და შემდეგ განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. ოცნებამ ამოწურა საკუთარ კორუმპირებულ კადრების დაჭერა, საკუთარი ბიზნესიდან ფულის ამოღება. ალბათ არა და კიდევ ბევრთან დაიჩოხებს აქნემი. თუმცა ახალი ტალღა დაწყებულია საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშებად აცხადებს
და ციხისთვის იმეტებს პორტროლებო აწი გეშინოდეთ. საინტერესო ისაა, რომ გუშინ კობახიძე პოზირებდა ევროპელ ლიდერებთან, სიმონიანი კი გაბრაზდა სომხეთზე და მის უმადურობაზე. უმადურები ჩვენ არ ვართ, პასუხობს ივანიშვილი, გუშინდელი ხედის ჩამოწმევა ზელენსკისთან არაფერს ნიშნავდა და აი ჩვენ რა კარგად ვიქცევით თურმე. ევროპულ ქვეყნის სამსახურში მყოფ ჯაშუშს ვიჭერთ და ეს სანამ ჯერ არ დასრულებულა ევროპული სამიტი. ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური დაკავებულია, რა შეგიძლიათ თქვათ ამ თემაზე და მოდით განვავრცელოთ. ბევრს ახლა რა უნდა თქვა, ვარაუდის დონეზე ვიცით ხო ჩვენ კონკრეტულად რაზეა დაჭერილი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ერთ-ერთ გახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში ადრე საუბრობდით, რომ deep state-ზე საუბრობდით და ოცნების მხრიდან უფრო მართებული იქნებოდა ხელის გაშვერას უცხოურ deep state-ზე საკუთარ deep state-ს მივხედოთ. უძილაური კარგი მაგალითია თვალსაჩინოა იმისა, თუ რას გულისხმობდი ჩვენ მაშინ. უმაღლეს თანამდებობებზე, ქართულ ოცნებაში, მთავრობაში ზის ხალხი, რომელიც მუშაობს სხვა სახელმწიფოებზე. და თუ გვინდა იმის აშენება, რაც გაცხადებული აქვს უშუალოდ ივანიშვილს, არა ამერიკული, არა რუსული, ევროპული რაღაც კლიენტელა ქვეყნის აშენება, თქვით გმარი სუვერენული დემოკრატიით, ესეთი ხალხი უბრალოდ ამოძირკული უნდა იყოს სახელმწიფო სამსახურებიდან და სამწუხაროდ ძალიან ბევრია სოროსის ფონდებიდან, ნატოს საინფორმაციო ცენტრებიდან, ზოგადად მაგ მიმართულებიდან ხალხი, რომელიც დღეს ან თუნდაც იმ იდეოლოგიის პროვაიდერები და მატარებლები იყვნენ, იგივე იდენტობის პოლიტიკა, ვოქიზმის ჩვენ ვილაპარაკეთ, ხო? ამ ყველაფრის დღეს გვევლინებიან ან ეკლესიის დამცველებად გევლინებიან, ეროვნულობაზე თავს დებენ, სუვერენული დემოკრატიის აშენებას ქადაგებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ხალხი სინამდვილეში არაა მაგ იდეოლოგიის მატარებლები, ხო? აი იდეოლოგიას არ აქცევდა ქართული ოცნება თავის დროზე ყურადღებას. ისიც ვილაპარაკეთ ჩვენ რატომაც არ აქცევდა, იმიტომ რომ რაღაც პირობებით მოხერხდა ჩანაცვლება მიხეილ სააკაშვილით და კოჰაბიტაციაც მაგის შედეგი იყო თავის დროზე, მაგ პირობებით. მაგრამ შეიცვალა ხელისუფლება შეერთებულ შტატებში, სულ უფრო მძლავრობს ტრადიციონულ კონსერვატორული მიმართულება ევროპულ ქვეყნებში. ისევ და ისევ ვამბობთ, რომ იბადება ახალი სამყარო და ჩვენ არ უნდა ვიყოთ რაღაც მოჩანჩალეს ახალი წესრიგის დაბადება რო ხდება რაღაც მოჩანჩალებს და მთხოვნელის პოზაში არ უნდა ვიყოთ აკიდებული. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ტრადიცია, გვაქვს, რა ვიცი, უამრავი ღირსეული ნათელი ხალხია თავად ქართულ ოცნებაშიც. მაგრამ რატომაც უყურებ, უკანა ფლანგებზე არიან ბევრი რა. გაუშვი ეს ხალხი ალაპარაკე, ნუ დამიჯენ მაქციას ტელევიზიაში, ნუ პარლამენტში ნუ შეიყვან, დანიშნეო უმაღლეს თანამდებობებზე დამსახურებული მცოდნე ადამიანი. კიდევ ამბობ, ეს ხდება იმით, რომ deep state-ს აქვს გადგმული, როგორც აი რაღაც მეტასტაზები რო არის გასული. მაშინ რა ქვია, ორგანიზმში ისე არიან და ძალიან ისე მუშაობენ ფაქიზად და ხშირად მთელი მათი მუშაობა ან დივერსია არის, მეორე მხარე პირფერობა. მეტი სხვა არც დანიშნულება და არც იციან. მაგრამ საერთო საქმეს აფუჭებენ. ხო და რაც კორუფცია ახსენა, როცა ქვეყანა ცდილობს გადასვლას სხვა ტიპის ფორმაციაზე, სხვა ტიპის არსებითად სხვა ტიპის ქვეყნის მშენებლობას ცდილობს, კითხვები მოსახლეობაში არ უნდა იბადებოდეს ამა თუ იმ
კადრის მიმართ. აი მორალური სიცხადე უნდა არსებობდეს, მკვეთრი იდეა ჩამოყალიბებული უნდა იყოს. სხვათა შორის მინდა თქვა, რომ ეს არ უნდა იყოს თეოკრატიული იდეა, იმიტომ მრავალკონფესიური ქვეყანა საქართველოს და უნდა იყოს მაქსიმალურად სეკულარული. რა თქმა უნდა, ძლიერი ქრისტიანულ, აი იუდეურ ქრისტიანულ აბრამისეული ელემენტებით, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს სეკულარული იდეა. კორუფციაზე ეჭვიც კი არ უნდა კონდეს არავის. თუ გინდა ტრანსფორმაცია, თუ გინდა. აი გოლდა მაერის ლეგენდარული ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვები შევახსენოთ, ხო, თუნდაც თუ გინდა ნორმალური ქვეყანა აშენო და იცხოვრო ამ ქვეყანაშიო, ამაყათო სამი პროფესიო და აქციო უმნიშვნელოვანესათო, ხო? ექიმიო, სამხედრო, მასწავლებელიო, კორუფციას ისეთი ბრძოლა უნდა გამოუცხადო, რომ გაუთანამბრო სამშობლოს ღალატსო. სხვაგვარად არ აშენდება ქვეყანა. აი ნულოვან ნიშნულზე უნდა დავიდეს. კორუფციის ანტიკორუფციული ბრძოლა რაღაც თუ გინდა სისასტიკეც უნდა გამოიჩინონ. Deep state უნდა ამოძირკონ. რა ვიცი, ელიტად მასწავლებლები, სამხედროები, პოლიციელები აქციო უნდა და არა რაღაც celebrity სპორტსმენები და დუქნიდან გამოსული ხალხი და შეიძლება ვიღაცას აქვს გეგმაში რაღაც სხვა ტიპის ამ გზით კარგი სახელმწიფოს შენებლობის გეგმა, მაგრამ კაცობრიობის ისტორიის საუკეთესო მაგალითები გვეუბნება, რომ სხვაგვარად ჩვენ რო გვინდა, რო გვპირდებიან და თუ ეს სადგრძელო არ არის, ხო, სხვაგვარად ეს ქვეყნები, როგორც მაგალითად გოლდა მეირის ისა, რა ქვია, რეცეპტია, სხვაგვარად არ აშენდება ეს ქვეყანა. და ავისი დროა დაფიქრდეს ბევრი ამ ქვეყანაში. საერთოდ რა ტიპის მიზნიდან გამომდინარე ქმედებები უნდა დაისახო და რა ქმედებებიდან გამომდინარე მიზნები. და მიზანი ასეთი გვაქვს ყველას. და იგივე ეს ტვინგამორეცხილი ნაციონალებიც იდეოლოგიით დავრმავებული მაგათაც უბრალოდ მაგათაც სულ კარგ ქვეყანაში ცხოვრება. უბრალოდ გეზი აქვს არასწორად დაბრუნებული ქსენოფობიური გამოხტომებით, ძველი კონცეპტებით სულდგმულობენ და კონცეპტია მთავარი რა, იმიტომ კონცეპტი თუ არ გაქვს სწორი, ხო, პერცეფციაც არასწორი გამრუდებულად ხედავ ამ ყველაფერს, რეალობას. და აი თუნდაც მაგალითი ხო, რაზეც ვისაუბრეთ, ფორუმი ხო, სხვადასხვანაირად აფასებენ, ხო, მიზნებიდან გამომდინარე, ელექტორალური გემოვნებიდან გამომდინარე, სხვადასხვანაირად აფასებენ ამ ფორუმსაც. ჩვენ ახლა მცდელობა გქონდა ობიექტურად შეგვეფასებინა, რაცა სინამდვილეში. საერთოდ ყველა შეცდომა იწყება ადამიანის ქცევაში არასწორი შეფასებებით. ხო და აი შეფასებები და ამ შეფასებებისაც არ უნდა გვეშინოდეს რა. თუნდაც დღევანდელი ჩვენი შეფასებების კასკადი ხვალ შეიძლება შეცდომა იყოს და ესეც უნდა ვიცოდეთ რომ აღიაროთ და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ბოლო-ბოლო ადამიანის ცივილიზაცია მაგით ისა რა ქვია ფორმაციები გამზადებული არ არსებობს, ხო, ოდესღაც მონათმფლობელობა იყო, ნორმალური ფორმაცია, ოდესღაც ფეოდალიზმი, ოდესღაც სოციალიზმიც იყო ნორმალური ფორმაცია, მაგრამ ძიებაში ადამიანი და ჩვენს ეს ღია უნდა იყოს თემები და ვეძიოთ ერთად. და არ გვეშინოდეს ხმა მაღლა პრეტენზიების თქმა. იგივე ნაცებთან უნდა დაждდე, უცნებასთან უნდა დაждდე, სხვა ეს პაჭი-პუჭი პარტიებსაც უნდა ელაპარაკო.
საერთო ჯამში რაღაც საერთო ეს საუკეთესო ვარიანტზე უნდა შეჩერდე რა იქნება ქვეყნისთვის მაგრამ ქვეყნისთვის მეც მინდა ევროკავშირის წევრი გავხდე ნატოს წევრი გავხდე აფხაზეთი დავიბრუნო მაგრამ ოსეთი მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი აი ამაზე უნდა ვიფიქროთ რა და ეს არ უნდა იყოს ტყილებზე აწყობილი ისა რა ქვია გეზი რომ ვიღაცას მოვაწყონოთ რომელიღაც ჯგუფს თავი არა უნდა იყოს არსებული რეალური ცოდნა უნდა ქონდეს რუსეთში რა ხდება ევროკავშირში რა ხდება შეერთებულ შტატებში რა ხდება იქ ინსაიდერული ინფორმაცია გაგაჩნდეს იქ არსებული განწყობების შესახებ და იქიდან გამომდინარე დასკვნები აკეთო და სადღეგრძელოებზე ვარი უნდა თქვა რა და ეგა სოლონი იყო ერთი დიდი რეფორმატორი საბერძნეთის მაგას შექმნა პრინციპში საბერძნეთი და მაგას ამბობდა თუმცა სადღეგრძელოც კარგია კარგ გაშლის უფრასთან ხო სადღეგრძელოც კარგია დანიშნული გააჩნია ხო და სოლონი ამბობდა ბიჭო ის ხალხიო ვინც ჩემი რეფორმებს ჩემს გვერდში დგასო და ჩემს რეფორმების გატარება უნდაო ისინი არიან ღირსეული შვილებიო საბერძნეთისო რა მაგრამო ის ხალხიო ვინც ჩემი წინააღმდეგიაო მაგრამ ტყივათო საბერძნეთისო ხო მათი თავიანთი წარმოდგენა აქვენოს იმით საბერძნეთის მომავალს და მათაც უნდა თუ კარგ საბერძნეთში ცხოვრებაო ისინი საბერძნეთის კარგი შვილები არიან ღირსეული შვილები არიან აი საბერძნეთის მტრებიო ისინი არიან ვინც ამ ორი ჯგუფის მიღმა არიანო და უბრალოდ ხელის მოთფობა უნდათო დოვლათის მოპოვება უნდათო ამ საბერძნეთის უბედურებებზეო ხო და ბიჭო შეგროვდეთ ბოლოს და ბოლოს საქართველოს კარგი შვილები მაგის თქმა მინდა და რაღაცნაირად ჩამოვაშოროთ ეს დოვლათის მოპოვებისას უნდა საქართველოს უბედურებების ხარჯზე და აბა დადგება ბოლო-ბოლო მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო რა ეგ არის სამწუხაროდ დღეს ხელის მომთფობი უფრო მეტი ყავს საზოგადოებაში ვიდრე კარგი და ღირსეული შვილები, თუმცა ისინიც ყავს მადლობა. უმბერტო ეკოს კითხეს ერთი რომ ესპანეთშიო როგორ ისქვნათო გავაშენოთო კარგიო ესპანეთი როგორ და უნდა ჩამოყალიბდესო და ამისთვის ტყეებიაო საჭიროა ბევრიო და ტყეებიო და ტყეების რა პრობლემაო ტყეების დარგვაო ხეებს კი დარგვაო მაგრამ იმდენი თხა არისო რომ ანადგურებსო ამ იმის ნერგებსო ესე გჭირს ჩვენ ანადგურებენ ძირშივე ამ იმას რა ქვია ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაიხადოთ დათო საინტერესო საუბრისათვის მაგრამ ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ და დავემშვიდობებოდეთ ჩვენს მაყურებელს უბრალოდ მინდა აღნიშნო ის თემა რომელზეც ყოველთვის ვიკავებ თავს სულ მალე საპატრიარქოში პატრიარქის არჩევნებია წმინდა სინოდმა ეს არჩევანი უნდა გააკეთოს და ამასთან დაკავშირებით ძალიან სხვადასხვა აზრი მუსიებს ქვეყანაში არის დადებითი შეფასებებიც არის უარყოფითი გამოხმაურებებიც ამ თემასთან დაკავშირებით მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ნუ მოუკლავთ ადამიანებს სარწმუნოებას და ნუ ჩავკლავთ მაშინ რწმენის სურვილს თქვენ რა სიტყოდით ამასთან დაკავშირებით ორი წინადადებით და დავამშვიდობოთ უკვე ჩვენს მაყურებელს რაც ნაკლები მე ჩესტერტოც აქვს ძალიან ისეთი ბიბლია ოშობს ტორკვემადებსაცო და იმასაც რა ქვია ფრანცის ასიზელებსოს რაც უფრო ნაკლებად პოლიტიზირებული იქნება და რაც უფრო ნაკლებად პოლიტიკოსები შეეხებიან და აფათურებენ ხელს საეკლესიო საქმეში მით უკეთესი იქნება მე ასეთი პოზიცია მაქვს და პატრიარქმა რომელსაც მთელი საქართველოს პატივს სცემდა და ვინც სცემდა პატივს მისთვის უკვე შერჩეულია პატრიარქისა შიო ხო
რაღაც ჯგუფი ცდილობს გავლენა მოახდინოს. მე მგონი ვერაფერსაც ვერ იზამენ. ეს ის ჯგუფია სხვათა შორის, რომელსაც ძალიან შორს დგას ეკლესიიდან და აქ ფლეშმობებს და რა ვიცი იმას უწყობდნენ პატრიარქს მახშინ რომ ეგრეთ წოდებული უკრაინის ეკლესია არ აღიარა და ზუსტად ეს ჯგუფია. ათადერთი არის ჩვენი მხარდაჭერი, ჩვენი დგომით მასთან, მხარდა დაუჭეროთ აც გარდაცვლილს მის უწმინდესობას და ახალ პატრიარქ საქართველოს. დიდი მადლობა, უსურვოთ ერთმანეთს წარმატებები, ეს გახლდათ გადაცემა ჟურნალისტის დღიურები, ჩემი სტუმარი კი პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი იყო. მადლობა ბატონ დავით სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის, თქვენ კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.